შენ გაგნებაში არ ხარ შენი მომხმარებელი, რას ფიქრობს, რას იძახის, რას გრძნობს, ან რა შვება, როცა შენ პროდუქტს ყიდულობს. ამისთვის დაგჭირდება, რომ ვიცოდეთ ემპათიის მეფინგი, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიები ვაწარმოოთ. მაგალითისთვის, მოდი მოვიყვანოთ ტელევიზორის გაყიდვა. თუ რა შეიძლება მომხმარებელი გრძნობდეს, ფიქრობდეს, შვებოდეს და იძახდეს. მოდი რას იძახის მომხმარებელი, როცა მაგალითად ტელევიზორს ყიდულობს. კითხულობს ფასს, აინტერესებს რა დროში მოუტანენ ტელევიზორს. მოვიფიქრებ და მოგწერო მერე გეუნება ყიდვას. კითხვა სვავს და საბოლოო ჯამში ქრება. რას ფიქრობს მაგალითად მომხმარებელი? იმედია არ მომატყუებენ და მართლა მომიტანენ ამ ტელევიზორს შეძენის მერე და ცუდი ხარისხი რომ იყოს, სხვაგან შეიძლება უკეთესი ფასი იყოს და იქ ვიყიდო. რამე რომ არ მომეწონოს უკან დამიბრუნებენ? ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლია წინასწარ გამოვიყენოთ ჩვენი მომხმარებლის roadmap-ისთვის